ამებით გადავდივარ ქსან ჯონი და ბენი პრედლის მესამე ვიდეოზე, მესამე ნაწილი. ქსანი ჯონი ეუბნება პენის, რომ შენ შეჩერდი 51 ზონის თემაზე. შეგვიძლია თუ არა ჩვენ დაუბრუნდეთ ამ თემას და კიდევ დამატებითი თემებს შევეხოთ. პენი ბრედლი ამბობს, რომ ერთი კვირა გავიდაო, ხო და ქსანი ჯონი ეუბნება, არა უშავსო, მოდიო რამე მოყევიო კიდე დამატებით, რაც ეხებაო ზონა 51-ესო. პენი ბრედლი ყვება ზონა 51-ზე. ის ამბობს, რომ ზონა 51-ს აქვს ძალიან უცნაური ისტორია. მე ვიყავი ჭიშკართან, თვით ბაზაზე პირადად არ შევსულ ალექსანდრ კლოურერი და ჯეკამ პარსონს იცნობს საზოგადოება, რომლებიც გაემგზავრნენ იქით და ჩაატარეს რაღაც რიტუალი, რომლის დახმარებით გამოიძახეს დემონი. არ მახსოვს რა ქვიოდაო დემონს. და ეს დემონი გამოიყურებოდა როგორც კლასიკური რუხი. ამის შემდეგ დაიწყო უცნაური ამბები და ადამიანები, რომლითანაც ერთად მე მუშაობდიო, დაინტერესდნენო კითხვები თუ ამან როგორი მოქმედა მათზე. იყო ერთი ადამიანი, რომელიც იქ მუშაობდა, ქსან ჯონი ეუბნება, რომ იყო ბობ ლაზარი და შემდეგ ფილიო. დიახო, ეს ის არისო, თქვა პენი ბრედლიმ. დიახ, ბობ ლაზარი იყო ის პიროვნება და ის ამბობდა იმ ხელსაწყოზე, რომელიც იყო დათრეული იმ მომენტში. და როდესაც მე ვნახეო მისი ნახაზები, მივხვდიო, რომ ეს ნახაზები გავდაო ხანაბას. მხოლოდ სავარძელი ცოტათი ნაკლები ზომის არისო. ის აგრეთვე ამბობდა ზავაზე, როგორც შემდგომში ჩვენ გავარკვიეთო, შეიცავს ელემენტ 114 და ის ისევე მუშაობსო, როგორც ის ამბობდაო. მე ვსმენია სხვა ისტორიებით იმასე, რომ მეცნიერებმა ზონა 51-დანო უნდა დაეწვათო ნარჩენები ორმოში. Так что это был один из... ეს მეცნიერები, რომლებაც დამარხეს ნარჩენები ორმოში, ყველა გარდაიცვალა რადიაციისგან. ხო, საერთოდ ეს ჩვეულებრივი ამბავიაო სამხედრო ბაზებზე, საიდუმლო სამხედრო ბაზებზე, ნარჩენებსო წვავენო და ის ხალხი, ვინც მონაწილეობსო ამ ნარჩენების დაწვაში, შემდგომ ისინიც იღუპებიანო. ეს არისო სტანდარტული პოლიტიკური როგორ თქვა, სტანდარტი მიღებულიაო ასე. ქსან ჯონი ეკითხება, რას ფიქრობთ იმ ტუნელებზე, რომელებიც შეიძლება იყოსო ცარიელი და ან დატოვებულიო ძველი ცივილიზაციებითო, ძველი ცივილიზაციების მიერო. ბენი ამბობს, რომ მიწისქვეშა ტუნელები არის მთელი სოფლიოს მასშტაბით, მიწისქვეშ, მთელი სოფლიოს მასშტაბით. ქსან ჯონი თხოვს ბენი ბრელის მოყვეს უფრო დაწვრილებით ამ მიწისქვეშა ტუნელებზე. ბენი ბრელი ამბობს, რომ ერთ-ერთი ტუნელი მდებარეობს კაბადოკიაში და რომლებიც ისე ახლოს არიან განლაგებული ზედაპირთან, რომ ხალხი აშენებდნენ იქ ხალხს და რასაკვირველია გაარღვიეს კედლები, ჭერები და მასეთნაირად პოვლობდნენ ამ ტუნელებს. შოტლანდიაშიც არის ტუნელები და აღმოჩნდა, რომ ისინი იყვნენ შეერთებული, იყო შემთხვევები, რომ ზოგი ტუნელები ჩამოინგრა. სხვათა შორის ტუნელები არის აგრეთვე აღმოჩენილი აფხაზეთში. როგორ გონია თქვენ, თბილისში არ არის ტუნელები, მიწისქვეშა ტუნელები? როგორ არა? რამდენი ადგილია საქართველოში მიწით რომაა დაფარული? მიწით, რომელიც საიდან მოვიდა ამდენი მიწა? რომ ჩაძირულია უმრავლესი შენობა საქართველოშიც, სხვა ქვეყნებშიც, მიწის ქვეშ. ხო, ესეთი მიზეზი არის მთვარის დავარდნა. ორი მთვარე, დედამიწას ხომ 3 მთვარე ყავდა, 2 დავარდა. რაღაც მოხდა, არ ვიცი მე ამას გავარკვევ, ამის გარკვევას ვცდილობ და მთელი სოფლიოს მასშტაბით ჯერ წყალიც გადმოესხა
თვარედან ერთ თვარეზე ბევრი წყალი იყო იმას ლელეაზე და არ ვიცი რა მოხდა მე მგონია ეს ის პერიოდია როდესაც მოხდა მეორე შემოჭრა თვალწდები ხო პანდორას ნათქმავით და კიდევ პანდორა ერთ-ერთ კლიენტის ჩადერვის მომენტში ყვებოდა რომ ის მომენტი იყო როდესაც ოკუპაცია ხდებოდა დედამიწის და ღმერთებმა მაგალითად ტარამ ქალღმერთმა ტარამ იმ დროს გაიმეტა კაცობრიობა სასიკვდილოდ რადგან უნდა გადაერჩინა ღმერთები მაშინ ღმერთები განადგურდებოდნენ კი მაგრამ მე ამის გამო სასჯელი მიიღო ახლახან განთავისუფლეს ტარა ეკიდა სივრცეში რამდენიმე ძალიან ბევრი დროის განმავლობაში ის განთავისუფლდა მაგრამ სხვა გზა არ ქონდა ხო და იმის თქვა მინდა ტუნელები როგორ არ არის თბილისი არის მთიანი რაიონი ხო იქაც იქნება ბევრი ტუნელები თან აღმოაჩინეს მაგრამ უფრო სიღრმეში თუ ჩავიდა ადამიანი რომ მოიძებნიოს იმაზე მე ტუნელებს აღმოაჩენს ვიდრე ელოდები ეს ერთი პატარა გორაკები რომ აქვს ქუთაისში იგივე ჭომაში იგივე ცენტრალურ გზას რომ იყვები ცენტრამდე დაწყებული შემოსასვლელი გზიდან იქ ხომ არის ბევრჯერ გადის საქალაქო ავტობუსი და მარშრუტი სადაც სახლები აშენებულია გორებზე არა მე არ ვამბობ სადაც ძველი სადაც მატარებლის სადგურია არა იმას არ გულისხმობ იქ რაღაც ძეგლებით რომ დგანა თამარ მეფის ქუჩისკენ თამარ მეფის ქუჩა რომ იწყება სადგურიდან ქუთაისში იმ ადგილს არ გულისხმობ იგიც საკურე გასაკურია საიდან მოვიდა ის სიმაღლე მაგრამ მე გულისხმობ სხვა ადგილებში გორაკები რომ არის დაბალ ადგილებში ფაქტიურად ქუთაისში შედგება ამ გორაკებისგან ხო რა არის გონია თქვენ ეს გორაკები არა ტუნელები არ არის მაგრამ რა არის გონიათ ეს გორაკები იცით ეს გორაკები რა არის მე ეჭვი მაქვს რომ ეს გორაკები არის არის თქვენ ვიდეოს თუ უსმინეთ თუ არა მე თქვენთვის არ გადამითარგმნია ეს ვიდეო მომიტევეთ ადრე იყო დიდი უსამართლო ხეები სადაც ხალხი ცხოვრობდა იმხელა იყო შემდეგ როდესაც ოკუპაცია მოხდა ეს ხეები ყველა განადგურდა შემდეგ გადამუშავებაში რაც ფასიური იყო ამოიღეს და ნარჩენები დაყარეს და აი ის ადგილებზე საბადოებს აწარმოადგენს ის გორაკები თორე აქამდე იქნებოდა დამუშავებული ეს გორაკები წარმოადგენს ამ ხეების ნარჩენებს ისინი ხო დაყარეს შემდეგ ის დაიფარა რამდენიმე ფერამი თიხით ამით იმით და დაჩა გორაკებად ხო და არის ჩვენ რომ აგათ ვუძახით ქართულად მგონი აგერა მწვანე აგატი არის შავი აგატი და ეს აგატები ეს აგატი თვითონ არის ამ კრემნის სებური ხო გონი არა კრისტალური ხეები არსებობდა ადრე თუ არ ცდები და ამ თუ კრემნის სებური თუ არ მეშლება ოშემ იქ იყო რაღაც ძველესი ხეები იზრდებოდა იმ ადგილებზე და როდესაც ოკუპაცია მოხდა და ეს ხეები დაინგრა განადგურდა დარჩა პენ ხის ნაჭერი რომ გადაჭრე ხეს ხომ რჩება ამდაგვარი ნაჭრები დარჩა უსარმასარი თქვენ რა გონიათ ზოგი მთები რო გონია სიაში მთები არ არის იმ უზარმაზარი ხეების ნარჩენია პენ რო უძახიან ქართულად რუსულად მომიტევეთ პენ
ახლა თემას გადავუხვიე, მაგრამ იმ სიტყვას მოვყევი და ეს აგატები, სადაც საბადოები არის, ამ აგატების მე მაქვს შავი აგატი, მწვანე მქონდა და მეკარგა. შავი აგატის საყურეები მაქვს და ძია. არის ეს აგატის საბადოები, სადაც ჭრიან, იმდენია. არის აგატის მტვერის მოპოვება ხდება, ეს ყველაფერი იმერეთშია. ხო, იმერეთში ხდება, ეს იზრდებოდა იქა. რადგან ეს საბადოები აღმოაჩინეს იქ, ცალკე აგატით, ცალკე მისი მტვერი მოიპოვება, ცალკე კიდე მესამე რაღაც არ მახსოვს ზუსტად. აი ეს ხები იყო იმ ტერიტორიაზე განლაგებული. წარმოიდგინეთ, რა სიხარულია, როდესაც შენ მიაგნებ რამეს შენით, ინტერნეტის დახმარებით, ისეთ ინფორმაციას და ისეთ რაღაცებს, რაც სკოლის წიგნებში ეს არაფერი არ წერია. წარმოიდგინეთ, და ის საბადოები, სადაც ხდება ნახშირის მოპოვება, იგიც არის ძველი ხეების ნარჩენები, რომლებიც დაიღუპა, გაანადგურეს, შემდეგ დაიფარა მიწით და დრომ თავისი ქნა აქცია ისინი ნახშირად. და შემდეგ ჩვენ უკვე მოვიპოვებთ ამ ნახშირს და ამ ნახშირით ვითფობთ. ხო? არის აგრეთვე საბადოები, სადაც მოიპოვება ოქრო. თქვენ რა გონიათ, ოქრო უცებ შეიქმნა დედამიწაზე? არა. ოქრო ხომ ეს ნარევია რამდენიმე მეტალის. მერწმუნეთ, საქართველოს ტერიტორიაზე თუ გამოვიკლებთ, იმდენ საინტერესო რაღაცას გავიგებთ, რაც ჩვენ სასკოლო წიგნებში არ წერია და რასაც უმალავენ, იმიტომ კი არა ვიღაცას არ უნდა. ეს ყველაფერი მოყვება დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც დედამიწის ოკუპაცია მოახდინეს. სამჯერ იყო დედამიწის ოკუპაცია, ცდილობა ისა, ხო. ახლა თუ რა გონიათ, არავის არ უნდა დედამიწის ოკუპირება, როგორ არა? მაგრამ ახლა სხვა დროა. ამიტომ ამბობ, ჩვენ თვითონ უნდა ვისწავლოთ ჩვენი დედამიწის დაცვა, ჩვენი დაცვა. ჯარში ქართველ მშობლებს არ უნდა შვილი წავიდეს. რატომ? თუ თქვენ შვილს სიკვდილი აწერია, არ ჯობს ის კი მაინც იარაღით ხელში მოგდეთ, გვაპატიეთ ამის გამო. ვისაც სიკვდილი, ისეთი სულელური სიკვდილით ხდება ზოგიერთი, გაგიკვირდება. და თან მართალია, მე დედა არ ვიყופილვარ არასოდეს, დაოჯახებულიც კი არ ვიყავი, მაგრამ რასაკვირველია, თქვენ იტყვით, რომ შენ არ იცი რა არის შვილის სიყვარული. მაგრამ მე ვიცი ერთი, რომ ჩვენ ვართ ავატარები. ბევრს არ ესმის, რომ ავატარები აკეთებენ თავის მისიას, თავის დავალებას და ჩვენ, როდესაც ჩვენი დრო მოდის, შეიძლება ჩვენი ბავშვიც კი გარდაიცვალოს. მართალია, ეს მაინც როგორ არა, მე მშობლები ხომ გარდამეცვალა და ვიცი რას ნიშნავს ახლობლის სიკვდილი, ახლობლის წასვლა. მაგრამ როდესაც დედა გარდამეცვალა პირველი, მაშინ არ ვიყავი მზად, ბევრი რამე არ ვიცოდ. კიდახამ გადავყევი. თან ისეთი სიტუაცია მქონდა, მამასთან გაქცეული ვიყავი და დედა რომ გარდამეცვალა, მეგონა რომ მთელი სამყარო დრო გაჩერდა. არც არ მქონდა წასასვლელი, იძულებული გახდი დაბრუნებული ყავი აფხაზეთში მამასთან. ყველა მხრიდან ვიჭყინკებოდი, სულ ცდილობდი გაქცეულიყავით, ჩემი გზა, ჩემი ცხოვრება ახალი ფურცლიდან დამეწყო, ცხოვრებაში ისეთი არაფერი ჩამიდენია სამარცხვინო მე, მაგრამ არ მიმართლებდა არასოდეს. არ მიმართლებდა. მაგრამ ერთადერთია, რომ განგება სამყარო, ვინც მეხმარებოდა ზეციდან, ჩემი ჯიბის ფული სულ მქონდა, იმიტომ რომ არა, ჩემი ჯანმრთელობის პრობლემიდან გამომდინარე, თვალების პრობლემებიდან გამომდინარე, პენსია კი გამიკეთდა. და რას ვამბობ? ხო, აი ეს ჩემი პენსია რო არ მქონოდა და მე რო არ მებრძოლა,
ორჯერ არა. ჩაქცევა მქონდა სისხლის თვალში, მარჯვენა თვალში და გადაჭი, იმიტომ რომ მხოლოდ წვეთმა გამოსჯონა, რადგან მქონდა მაღალი წნევები და ფიზიკურ შრომობდი, ბარავდი, თან ნორმალურად კი ვერ ბარავდი, ბელტებად გადავაბრუნებდი მიწას, ბელტებად, რამხელად ზომისაა ბარი, იმ ხელა მიწას ვაბრუნებდი. ისეთი ძალა მქონდა. წარმოგიდგენიათ? ხო, ახლა გადავიდეთ. და ეს ტუნელები, პენი ბრელი ამბობს, სინამდვილეში უძველესი ტუნელებიაო და მათი დატირებაც შეუძლებელია. მაგრამ იქ მოპოვებული ნარჩენები, კერამიკის, საჭმლის, ღვინოსი, დატის დათარიღება შეძლეს ყინულოვანი პერიოდამდე. ხო, ეს ამოწმებს იმ ციკლური კატაკლიზმებზე, უпроსტად ეს ამოწმებს იმას, რომ იყო რაღაც ციკლური კატაკლიზმები და ხალხი იძულებული იყო ჩასულიყო მიწის ქვეშ, რადგან ზედაპირზე შეუძლებელი იყო ცხოვრება. და ეს ტუნელები უერთდება ატლანტიკური ოკეანის სკერის ქვეშ. ეს ტუნელები არის ევრაზიაში, აფრიკის ზოგს ნაწილში, ჩრდილო ამერიკაში და სამხრეთ ამერიკაში. და ეს ტუნელები, რომლებიც განლაგებულია სამხრეთ აფრიკის მიწის ქვეშ, უერთდება ანტარქტიდის ტუნელებს. ანტარქტიდის ქვეშ განლაგებულ ტუნელებს. მგონი 1910 წელსო აღმოაჩინეს ანტარქტიდაში ცივილიზაციის ნარჩენები იმ რაიონში, სადაც თოვლით არ იყო დაფარული და დათარიღება რომ მოახდინეს 20 წლით უფრო გვიანდელი ორი ყინულოვანი პერიოდის წინანდელი ესე იგი ასაკის იყვნენ. მაპატიეთ, მე ცოტა ამ ამბებში ვერ ვიყვები კარგად, მაგრამ მიახლოებით მაინც გექნება წარმოდგენა. და გამოდის, რომ ეს ყინულოვანი პერიოდი დგებაო, ყოველ აქ რობოტმა გადათარგმნა 10 წელი, მაგრამ ეს რობოტი ვერ თარგმნის ასეთ თარიღებს. ეს ესე იგი ყოველი ყინულოვანი პერიოდი დგება 10,000 წლის შემდეგ. ასე გავიგე მე. და როდესაც რობოტი ამბობს 10 წლის წინო, იგულისხმება 10,000 წლის წინ, უკან უბრალოდ 10,000 წლის უკან. მუდმივად ითხრება ახალი ტუნელები. ხო, ერთი პიროვნების სახელი და გვარი თქვა პენი ბრელიმ. ის პიროვნება თურმე იყო ისე ჯგუფში, რომელიც თხრიდა ტუნელებს და შემთხვევით ისინი გასულან დულსეს ტუნელისკენ, სადაც განლაგებულია რუხების ბაზა. ხო, და პენიმ წინა ვიდეოში კიდე თქვა, რომ მისცეს უფლება იქ იყვნენ რაღაც სამედიცინო ექსპერიმენტების, კვლევების, ტექნოლოგიების სანაცვლოდ. მათნებად დართეს აკეთონ ყველაფერი, რასაც კი მოისურვებენ, ესე იგი იმ ხალხთან, რომლებსაც გაიტაცებენ, ისინი ესე იგი შეუძლიათ მათ მოიქცნენ გატაცებულ ხალხს სურვილის სამებრ, როგორც ისინი მოიდომებენ. ამ ბაზაზე მძევლებად ეკავათ 30 ამერიკელი, რომლებსაც აწამებდნენ, იყენებდნენ გასამრავლებლად და ჩილბავშვებსაც აწამებდნენ. ხო, ეს წინა ვიდეოში კიდე თქვა პენი ბრელი, რომ პრეზიდენტ კარტერმა თავის პრეზიდენტობისას ძალიან გაუბრაზდა ამათ და ამათ გამოუცხადა ომი. მაგრამ ამის შემდეგ მაინც გააგრძელეს ნებადართეს ემუშავად. 2017 წელს ჩემ კედელში იყო ხვრელი, საიდანაც ჩემთან შემოდიოდა მაზერი. ჩვენ ეს ხვრელი შევაკეთეთ რკინით. ჩვენ გვეგონა რომ ისინი ისე გააკეთებენ ხვრელს, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ის შევაკეთეთ, არ მოგვიტანია. მაგრამ მე მაინც მარტყამდა დენით ზურგში და მე გამოვიყენე
გამოვიყენე ჩემი უნარები, რომ მომეძებნა ის, ვინც ამას აკეთებდა. ეს იყო ერთ-ერთი გრძელთხვირა უხი, რომელიც იშდა კომპიუტერთან დულში. მე ტელეპათიურად შევუერთე ამ კომპიუტერულ სისტემას და ვუბრძანე ყველა ხალხს ევაკუაცია მოეხდინა. მე ვიჯექი იქ და მთელი ეს პერიოდი მე მატყამდე დენს. მე დაველოდე 10 წუთი სანამ ხალხი გავიდოდა. შემდეგ მე შევუერთე პლანეტარულ სისტემას, უпростоრად პლანეტარული დაცვის სისტემას. ეს პლანეტარული დაცვის სისტემა არის ესე იგი შეიარაღების სისტემა. მე შემეძლო მენიუ გამეხსენდა, იარაღის სახეობა ამერჩია. მე ავირჩიე ყველაზე პატარა იარაღი, რადგან ეს იარაღი პირდაპირ წერტილებში არტყამდა მიწის ქვეშ განლაგებულ საჭირო წერტილებში. მე ავაფეთქეო გამოქვაბული, რომელიც იყო ბაზის ქვეშ განლაგებული, იყო მიწის ზრა, რომელიც იყო დარეგისტრირებული ჩრდილოეთით 200 კილომეტრით. ჩემთან ერთად იყო ილიანა და ბორის კაზანოვი მოსკოვიდან. მაგათმა ორივე ჩახედეს იმ მოვლენების ადგილს. მე მათთვის არ მithქვამთ რა გავაკეთე. ილიანა და ბორისი მოვიდნენ სხვადასხვა დასკვნამდე. ბორისმა მიხვდა მე რა გავაკეთე და შემაქო. ილიანამ კი მითხრა, რომ მე იმდენად მივიყვანა ესე იგი დესტაბილიზაცია იმ დონემდე მოვახდინე, რომ მიწის ზრა უკვე არ ამუშავდება. 2 წლის შემდეგ მე შორიდან გამოვიკლი ეს ადგილი და შევამჩნიე, რომ საჰაერო სამხედრო ძალებმა ის ადგილი აღადგინეს, ასე რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ სანქციონირებული ოპერაცია. ჩემი გამოცდილება მეტყველებს იმაზეო, რომ ეს არის მთავრობის მხრიდან სანქციონირებული ოპერაციები. თუმცა ისინი ამბობენ, რომ ბავშვები გადავარჩინეთო. ხო, და პენი ამბობს, რომ მთავრობა არ აპირებსო ხელისშეცვლას, არამის შეჩერებას. იგი არ ერევიანო ასეთ საკითხებში. პენიბრელი ამბობს, რომ აცტეკების ცივილიზაცია იმხელა ტერიტორიაზე იყო განლაგებული, რომ აღწევდა აგაიას ამ ყორღანების, ან თუ გინდა ყურგანების, ქართულად შეიძლება ყურგანად გადაითარგმნოს, ან ყორღანი. ამ ყურგანების შენებლები სავარაუდოდ იყვნენ აცტეკები. ამ ყურგანების შენებლები იყვნენ აცტეკების განშტოება და რომლებიც თავის რელიგიას ავრცელებდნენ. ხო, ქსან ჯონი ეკითხება პენის, რას ეტყვიო ჯგუფ ვრილზეო. პენი ამბობს, რა ჯგუფიაო ვრილი. მე გეტყვით ახლა, მე ვიცი ამ ვრილზე საკმარისად რომ მოგიყვეთ. ვრილი არის, როგორც მოგითხარით წინა ვიდეოებში, ხშირად ახსენებენ ვრილს და ვრილი არის ნახსენები საიდუმლო დოქტრინაშიც. ვრილი არის საზოგადოება, რომელიც შექმნა მარია ორშიცმა. მარიას მამა იყო ცალკე ეზოტერიკულ საზოგადოებაში, რომელსაც ერქვა ტულე, მაგრამ ხელმძღვანელი არ იყო, უბრალოდ იყო იმ საზოგადოებაში მარია და კიდევ 6 გოგოები იყვნენ, გაუთხოვარი გოგოები და მათ ჰქონდათ ძალიან გრძელი თმები და ესენი შევიდნენ, უბრალოდ რეპტილოიდები შევიდნენ ამათთან კონტაქტში. სხვა ვითომ ალდებარანის ცივილიზაციის, როგორც ალდებარანის ცივილიზაციის წარმომადგენელი სინამდვილეში ყოფილან რეპტილოიდები და გადასცენ ამათ ტექნოლოგიები თევზების ასატყობად. და ბევრი კიდე რამ საიდუმლო გაუხსნეს ამათ. ეს ჯგუფი შეიქმნა სამამულო ომამდე, მსოფლიო ომამდე, როდესაც გიტლერი იყო ახალი მოსული სახელმწიფოში. მერე გიტლერმა გაიგო გოგოების ამბავი, დაინტერესდა ამით, მაგრამ ერთადერთი ეს გოგოები იყვნენ არისტოკრატიული ოჯახები და ერთადერთი რაზე თქოს ვარე ამ გოგოებმა არ უნდათ, რომ საფრენ თევზზე მიემაგრებიათ იარაღი. ამის წინააღმდეგი იყვნენ. შემდეგ გოგოები სადღაც გაქრენ და იკარგენ, წასულან შემდეგ ალპებში და იქიდან აგრძელებდნენ რეპტილოიდებთან კავშირს, კონტაქტს
და ასე შემდეგ. და პენიფრენი რა თქვა, თურმე კიდევ ვრილი ყოფილა ენერგია ზერადან მოსული თუ საიდან მოსული და ქსანჯონი ამბობს რომ ეს გველისებური რაღაც არსება არისო, რომელსაც უყვარსო თვალებში ყურება, ხო, და პენიმ თქვა რომ არ შეხვედრია ასეთ რაღაცას პირადად და საზოგადოებრივი კი არსებობდაო, როგორც მე თქვენ გითხარით ახლა და მეც უცებ ვიფიქრე საზოგადოებაზე, მაგრამ ეს ყოფილა რაღაც ძალა კიდევ ცალკე პარალელურად რაღაც ძალის სახელწოდება ვრილი. ამიტომ ადგენთ რომ ვრილს აქვს სხვადასხვა ნიშნულობა სიტყვა ვრილს. ხო, ქსანჯონი ამბობს იმ გოგოს ქვიოდაო, ვინც ვრილი შექმნაო, მარია ორშიცი. მაგრამ შემდეგ უკვე ორგანიზაცია გაიზარდა 100 ქალამდე, შეგებოდა 100 ქალისაგან და ყველას ჰქონდა თავთავისი უნარები. 1850 წელს ნიმძამ გამოიმუშავა ძრავები და ჩამოიტანესო ეს ძრავები პრუსიაში, მაგრამ იმ დროს მქონი ხომალდეები არ უდგებოდა, ეს ძრავები არ უდგებოდა მაგ ხომალდეებს და სამხედრო მოქმედებებისთვის არ გამოდგებოდა მაშინდელი ხომალდები. და ქალები ცდილობდნენ მოეფიქრათ თუ როგორ უნდა დაეყენებიათ ამ ხომალდებზე ანტიგრავიტაციული ძრავები. ის ქალბატონები იყვნენ პაციფისტები და როდესაც იმ პერიოდში კანცლერმა, რომლის თანამდებობა ეკავა ჰიტლერს, შეეცადა ნაციონალიზება გაეკეთებინა მათ ნამუშევრებს, ნაშრომებს, გააგზავნეს ჰიტლერი სამასოზე და მისცეს ნება დართეს ჰიტლერს გამოიგზავნა რამდენიმე ადამიანი, რომ მათ თვალყური ადევნებინათ მათ სამუშაოებისთვის და კოპირება გაეკეთებიათ ნახაზებზე, მაგრამ არ შეხებოდა თვით ძრავებს, რომლებიც ჰქონდათ ამ ქალბატონებს. სხვათა შორის ამ საზოგადოებრივ ვრილზე, ტულეზე და თუ ჰიტლერი რას აკეთებდა და თუ რას აკეთებდა მაშინდელი გერმანული მთავრობა, მე მაქვს გადათარგმნილი ვიდეო, სადაც იღებს მონაწილეობას ფრიცი. დიახ, იქ მგონი მასეც წერია, ფრიცი არის, ჯეიმს დერილთან თუ არ ცდები შოუზე. და მე კიდევ მაქვს ერთი ვიდეო გადათარგმნილი, მაგრამ მგონი ატვირთული არა მაქვს ფრიცის მონაწილეობით. ხო, იქ სხვა თემაზეა სულ საუბარი. არ ვიცი, მოიძებნია თუ გაინტერესებთ. და არა, ხა მე როდესაც დაწერილ გადათარგმნილს კითხულობ, მაშინ ჩემი სულსახედელობის გამო და შემოკლებითი სიტყვების გამო შემდეგ მიჭირს მათი ამოკითხვა და საუბარი, მაგრამ მე როდესაც პირდაპირ თარგმნი, ხო პირდაპირ ვიდეოდან თარგმნი, მე არ ვიცეს კითხვა, მე ხო ყურები კარგი სმენა მაქვს და თარგმნი პირდაპირ ვიდეოდან. და როდესაც მე ვიდეოდან თარგმნი, მაშინ ვლაპარაკობ ახლა, რომ ვლაპარაკობ ასეთნაირად. რადგან მე არ მეჭერს რუსული ენიდან გადათარგმნა. თუ ახლა რაღაც სიტყვები ქართულად ჩვენთვის ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხო მინდა რომ ქართველებმაც გაიგონ ვინც უსმენს ვიდეოს, მაშინ შევდივარ ინტერნეტში, თუ მაქვს ინტერნეტი ჩართული და პოულობ მაგ სიტყვის მნიშვნელობას და იმ წუთასვე როგორც კი შეხვდები ასეთ სიტყვას, დავიცი რომ ზოგისთვის ის გაუგებარია, მე ვცდილობ ამ სიტყვის ახსნა მოვიპოვო ინტერნეტში, რომ თქვენთვის იყოს გასაგები თუ რაზეა საუბარი. ამიტომ მე დიდ მოდიშს გიხდით, რომ გადათარგმნილის კითხვისაც ცოტა გაწვალებთ. თქვენც ფენას ვაწვალებთ, მაგრამ მე სული და გულით მინდა თქვენ ის ყველაფერი გაიგოთ, რასაც თარგმნი. რადგან ძალიან საინტერესო რამ არის ესეთი და ბიბლიოთეკებში და სასკოლო წიგნებში ამ თემაზე თქვენ ვერ ახავთ ვერაფერს, რადგან ეს ყველაფერი ახალია, საიდუმლოს გახსნა მიდის, სიმართლეს მხოლოდ ამ ვიდეოებიდან გაიგებთ,
მაგრამ კიდევ მინდა გთხოვოთ რა პანიკაში არ ჩავარდეთ, პირიქით სიმშვიდე მოიპოვეთ. მე იმიტომ არ ვამბობ ამას ყველაფერს რომ ვიღაცა დავაშინო, არა, პირიქით იცით რა, როდესაც მოულოდნელად რამე ხდება, ადამიანი ვარდება პანიკაში, შიშებში და რასაკეთებს თვითონ არ იცის, მაგრამ როდესაც ადამიანი წინასწარ გებულობს იმაზე თუ რა უნდა მოხდეს, კი, თავიდან ის პანიკაში ვარდება, მაგრამ შემდეგ შვიდდება წონის ყველაფერს და ამას უყურებს როგორც ჩვეულებრივ ამბავს, რადგან როდესაც ადამიანმა იცის რა უნდა მოხდეს, ის ამისთვის არის მომზადებული. შეიარაღებულია. ცოდნა არის ყველაზე ძლიერი იარაღი. თუ სწორად გამოიყენე ეს ცოდნა. და ქსან ჯონი ეკითხება პენი ბრელის რას ნიშნავს ანონაბი. პენი პასუხობს რომ ეს იყო ცდილობა ჩაეტარებინათ ოკულტური გამოკვლევა, ეს არის ოკულტიზმის შესწავლა. ისინი ცდილობდნენ მოიპოვათ მეცნიერება, რომელიც არის გასაიდუმლოებული ოკულტიზმში. თვითონ სიტყვა კულტი ნიშნავს ოკულტიზმი. კულტი ნიშნავს რაღაც საიდუმლოს და ეს არ ნიშნავს, რომ საიდუმლო წარმოადგენს მხოლოდ ბოროტებას. იყო დრო, როდესაც მათემატიკას თვლიდნენ კულტად და იყო პერიოდები, როდესაც კითხვაც კი ითვლებოდა კულტად. ეს იყო ტექსტები, რომლებმაც გაიარეს საუკუნეები და გადარჩნენ. მეცნიერები მათ იკვლევდნენ სამეცნიერო თვალსაზრისით და სინამდვილეში რას აღწერენ ეს ხალხი, რატომ და როდესაც რამე ცლიდნენ მეცნიერებად, ჩაწერილი იყო როგორც რელიგია, რომ მთავრობამ, სამთავრობო ძალებმა არ დაწვან ეს ნაშრომი. მაგრამ იყო ერთი დოკუმენტი ინდოეთიდან, რომელშიც ეწერა, როგორ უნდა აშენო ვიმანები და როგორ მართო ვიმანით. იყო დოკუმენტები ტიბეტიდან და ნეპალიდან, რომლებიც ამას ამოწმებდნენ. იყო დოკუმენტები ჩინეთიდან, სადაც ყვებოდნენ, როგორ გააკეთო სხვა ნივთები. ამ დოკუმენტებში დაფარულია ძალიან ბევრი ტექნოლოგიები. ეგვიპტოლოგები იწყებენ მაგის გაგებას, რომ ტალღისებური ხაზები, რომლებიც დღემდე მოაღწიეს იმ ნახატებს შორის, კედლებზე იეროგლიფებს შორის, რომლებიც არის განლაგებული იმ იეროგლიფებს შორის, ყოველთვის არ ნიშნავდა, რომ ეს იყო წყალი. ეგონათ, რომ ეს სიმბოლო ნიშნავს წყალს. სინამდვილეში ეს ტალღები თურმე ნიშნავდა ენერგიებს. ქსანი ჯონი ეკითხება პენის, რა იყო ეგვიპტურ კულტურამდე და იყო თუ არა ის დაკავშირებული ატლანტიდასთან და ლემურიასთან. თქვენ ოდესღაც სმენიათ ელტრუსკების კულტურაზე? პენი ბრედი უპასუხა, კი, მე კარგად ვიცი ელტრუსკების კულტურა. ელტრუსკები იყვნენ უძველესი ცივილიზაცია შუახმელეთის სანაპიროზე. მათ ეკუთვნოდათ სარდინია და იტალია. ისინი იყვნენ დაკავშირებული ტროიასთან თურქეთში. ლატინები კი იყვნენ ერთ-ერთი მათგან წარმოშობილი ტომი. ლათინური ეს არის ენა, რომელზეც ლაპარაკობდნენ რომაულ იმპერიაში და ლათინური ენა გახდა მთავარი ენა ევროპულ ისტორიაში. თავიდან ეტრუსკები იყვნენ ტალმათები. მათ ჰქონდათ ცივილიზაცია, სადაც ქალებს და კაცებს ჰქონდათ ერთნაირი უფლებები. მათი რელიგია იყო დაფუძნებული მაგიაზე. არის ორი თანამედროვე საიდუმლო მაგიური საზოგადოება, რომლებიც დაფუძნებული არიან მათ ძველ რწმენაზე. ქსან ჯონი ეკითხება, რა რელიგიებია ისინი? პენი ბრელი უპასუხა, რომ არ შეუძლია ამაზე საუბარი. ისინი ამბობენ, რომ მათი ენა
არ ექვემდებარება გაშიფრვას, მაგრამ ეს მასე არ არის. არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მათი ენის გაშიფრვა. მე ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ და ეს სინამდვილეში მასეა. მეცნიერები, რომლებიც მათ სწავლობდნენ, თვლიან, რომ ეტრუსკები იყვნენ წარმოშობით ტროიდან და მათ ეკავათ ძევლები ტროიდან და მათ ხმარობდნენ, იყენებდნენ უფრო სწორად შეწირვებისთვის. და ეს დოკუმენტირებულად მოვიდა დღემდე, რადგან მაგათმა ეს შეინახენ ერთ-ერთ სასაფლაოში, ჩადენ დოკუმენტაცია, სადაც აღწერილია თუ როგორ სწირავდნენ ადამიანებს და მათ დაფიქსირებული აქვთ ის ფაქტი, რომ როგორ კლავდნენ სამხედრო ტყვეებს, როგორც შესაწირ მატყნებს. ამიტომ პენიბრელი ამბობს, რომ მე ვფიქრობ, რომ ისინი იყვნენ ნაცისტები, მაგრამ ყველა ერთნერები არ იყვნენო. ესე იგი, მე გავიგე, რომ თუმცა ისინი იყვნენ ტროიდან, მაგრამ ტროიდან ესე იგი ტყვეჩაგდებულ ხალხს მაინც ჭირავდნენ სასიკვდილოდ. ლემურია განლაგებული იყო წყნარ ოკეანეში, ატლანტიდა იყო განლაგებული ატლანტიკურ ოკეანეში, შეიძლება დასავლურ აფრიკაში. თქვენ ხომ იცით რა არის საჰარას თვალი? და ამ საჰარის თვალის ადგილი უფრო ემთხვევა აღწერას. თუმცა არის ერთი რაღაცა, რაც მაგათმა აღმოაჩინეს ესპანეთში. ის იყო ყურეში, რომელიც იყო გავსებული სილით, მაგრამ ეს იყო ატლანტიდან დასახელება, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ არსებული ცივილიზაციის აღსანიშნავად რამე მოპოვებულ ტერიტორიასთან ან ნივთთან დაკავშირებით და ჩვენ ალბათ უნდა შევეჩვიოთ იმ ასლს, რომ ეს არ იყო ერთი კულტურა, არამედ იყო რამდენიმე, ეს ატლანტიკური კულტურა. ეგვიპტური კულტურა იყო მემკვიდრეობით გადაცემული ატლანტიდის დაცემის შემდეგ, მაგრამ არ ვიცით რომელი დაცემის შემდეგ. ეს იყო ხალხი, რომლებიც გამოჩნდა იმის შემდეგ, როდესაც მათი ნაცია იყო განადგურებული, მათ უკვე მიიღეს განათლება, მათ უკვე ჰქონდათ თავისი კულტურა, მაგრამ ისინი დაუბრუნდნენ პრიმიტიულ ტექნოლოგიებს და დაიწყეს ყველაფერი თავიდან. განა ეს უცნაური არ არის. ქსანჯონი ამბობს, რომ სრულიად ლოგიკურია ეს და პენიბრელი აგრძელებს, ხო და ეგვიპტე, ჩვენ გვაქვს ისტორიის 5 წელი, რომლებიც აირია ერთმანეთში, რადგან ისინი აშენებდნენ ერთ მეორეზე და შეიძლება თვალი გაადევნო, თუ როგორ იცვლებოდა კოპტური ენა. კოპტური ენა ეს არის ენა, რომელსაც ლაპარაკობდნენ პირველი ქრისტიანები იესოს დროს. ზოგი ასე იყო ფონეტიკური, ზოგი არა. და თქვენ იცით, რომ იდეები იცვლებოდა და მათ დაიწყეს თაყვანის ცემა. ისინი სცემდნენ თაყვანს დიაგრამებს. თქვენ იწყებთ დიაგრამას რომელიღაც ელექტრონული სახელსაწყოდან და შემდეგ ამჩნევთ, რომ უფრო მოგვიანებითი შთამომავლობა თაყვანს სცემს ამ დიაგრამას. და დღეს თქვენ ყავთ მისტიკები, რომლებიც ქმნიან სრულიად მთელ მეტაფიზიკას ელექტრონული სხემაზე დაყრდნობით. და ეს ელექტრონული სხემებია. მე ვფიქრობ, რა არ არის წესრიგში. განა თქვენ არასდროს გისწავლიათ ელექტრონიკა სკოლაში. ახლა მე რომ ვაკვირდებიო საიტეს, ეს არისო კომპიუტერულ საიტესო, ეს არისო დედობრივი პლატო უზარმაზარი ელექტრონული სისტემისო. შემდეგ ჩვენ კულტურაში ვიწყებთ ამის გაგებას. ქსანი ჯონი ეუბნება პენის. მოდი ახლა ისევ დავუბრუნდეთ ეგვიპტეს. ალექსანდრიულ ბიბლიოთეკას, რომლის ნანგრევები არის გრანდ კანიონში და უფრო სწორად ვისაუბროთ გრანდ კანიონზე და იეროგლიფებზე. პენიბრელი პასუხობს, რომ ეგვიპტელები მოგზაურობდნენ მთელ მსოფლიოში, მათ ჰქონდათ ვაჭრობა, მათ ჰქონდათ კავშირები მინოიცებთან. ფინიკიელები ცხოვრობდნენ იმავე დროის პერიოდში,
დაფინიკილები რეგულარულად გზავრობდნენ ბრიტანეთში. ისინი რეგულარულად მიეგზავრებოდნენ ჩრდილო ამერიკაში. როგორ ფიქრობთ, საიდან მოვიდა სპილენძი ბრონზას პერიოდში? ის ჩამოიტანეს მიჩიგანიდან. ესე იგი ისინი ღებულობდნენ სპილენძს ჩრდილო ამერიკიდან. კორნოულიდან მიიღენ 10 ცალი. ეს ყველაფერი ჩამოიტანეს ახლო აღმოსავლეთში. მათ შექმნეს ბრონზა საუკუნე და ეს იყო 3000 წლის უკან, 3400 წლის უკან. თქვენ იცით, რომ საზღვაო ხალხი, რომლებიც შემოიჭრა რამზეს მმართველობის დროს, აღმოჩნდნენ ირლანდიაში. ეს არის ტუატო დიანა. დიდ კანიონში არის დამოწმება იმისა, არის აგრეთვე დამოწმება საშუალო დასავლეთში. დასავლურ ავსტრალიაში არის იმის დამოწმებები, რომ ეგვიპტელებმა ავსტრალიამდეც მიაღწიეს. ისინი ნაყოფი არიან ყველგან. ჩვენ გონიათ, რომ ისინი იყვნენ პირველყოფითი ადამიანები, მაგრამ ასე არ იყო. ქსანჯონი ეუბნება, კარგი, მაგრამ თუ ასეთი მნიშვნელოვანია ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, ან კვტარის ზღვის სვიტკები, თუ ეს ყველაფერი უბრალოდ ხმაურია. კვტარის ზღვის სვიტკები იყო ესეების ხელნაწერები, რომლებიც იყვნენ რელიგიური სექტა იუდეაში იესოს დროს. იესო და იოანე მომნათველის დროს, თუ ქართულად როგორ ასწავლოთ, იოანე ნათველი და იესოც იყვნენ ამ სექტის წევრები. თუ თქვენ გინდათ გაიგოთ ახალი აღთქმის აზრი, თქვენ უნდა გაარკვიოთ იმ კვტარის ზღვის ხელნაწერებში, რომ გაარკვიოთ, რომ გაიგოთ ის კულტურული კონტექსტი, საიდანაც ეს ყველაფერი მოვიდა. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ჯერ იყო დამწვარი რომაელების მიერ, შემდეგ ნაპოლეონის დროს და ეს სავარაუდოდ ყველაზე დიდი დანაკარგია ინფორმაციისა. პენი ბრედი ამბობს, რატომ იყო დამწვარი ალექსანდრიული ბიბლიოთეკა. მასში ინახებოდა ჩანაწერები, რომლებიც მასში ინახებოდაო ჩანაწერები მოყოლებული ბოლო ყინულოვანი პერიოდიდან. თქვენ იცით, ჩვენ რამდენი ინფორმაცია დავკარგეთ. ქსანჯონი ეკითხება პენის, თქვენ გონიათ, რომ ეს სპეციალურად გაკეთდაო. პენი ბრედლი ამბობს, რომ მე ფიქრობ, რომ ნაწილობრივ ამოღებული იქნაო მანამდე რაღაც ნაწილი. მე რამე იცით გითხარ. ახლა მე ვთარგმნი წიგნს ბლავატსკაიას ნაშრომს საიდუმლო დოქტრინას და რაც გადათარგმნე მაგაში ეწერა, რომ ხო, იქ ეხებოდა ალექსანდრიულ ბიბლიოთეკის თემას. იმ დროს, იმ პერიოდში ყველაფერს წვავდნენ და ანადგურებდნენ შეგნებულად და ამიტომ რაღაც ნაწილი, ფიქრობენ, რომ რაღაც ნაწილი ბლავატსკაიას ნათქვამით ამოღებული იქნა და ყოველი ნაშრომის პატარა რაღაც ნაკვეთი გადმოწერილი იქნა. ეს გადმოწერილი ნაკვეთები დაუტოვეს ხალხს, სხვა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი შეინახეს და შემდეგ დანარჩენი დაიწვა. ალბათ მე ფიქრობ, რომ წერს არ ჩავარდნოდა ხელში. არ ვიცი მე, ეს ძალიან რთულია ეს გაარკვიო ყველაფერი. ხო, პენი ბრელი ამბობს, რომ მე ფიქრობ, რომ ბევრი წიგნი ამ ბიბლიოთეკიდან ინახებაო ვატიკანში. და ამ ნაშრომში საიდუმლო დოქტრინა ბლავატსკაიაში იქაც წერია, რომ ვატიკანი არაო გამორიცხული, რომ ვატიკანში ინახებოდესო ბევრი ხელნაწერები ამ ალექსანდრიული ბიბლიოთეკიდანო. ხომ ხედავთ, რა კარგია, როდესაც ყველაფერს კითხულობ, თარგმნი. ბევრჯერ დამხვედრია წინ, მაგალითად ვიდეოებში რომ საუბრობენ ინსაიდერები, ერთი სიტყვას რომ იტყვია, მე უკვე ხვდები, რაზე იქნება საუბარი. იმიტომ რომ ერთი წიგნი ბოლევის წაკითხული მაქვს, გადათარგმნილი მაქვს, ახლა დავიწყებ ბლავატსკაიას წიგნის გადათარგმნა. მაქვს იქ კიდე ვიდეო მოსმენილი აუდიო წიგნები,
სანამ მე დავიწყებდი შექმნიდი ამ არხს, მე მანამდე უსმენდი ყველაფერს, რაც ეხებოდა ჩვენ წარსულს, ახლა რაც მოვასწარი ამ ინსაიდერებს, კოსმოსს და ასე შემდეგ უცხოპლანეტელებს, სხვათა შორის ძალიან ბევრი საინტერესო მასალიდან ინფორმაცია მივიღე და რა კარგია, როდესაც ახლა რომ საუბრობენ ქსანიჯონი და პენი, ხო, უკვე ჩემ თავში ამოტიტინდება ხოლმე წაკითხული ბორევის წიგნიდან, ბლავატსკაიას ნაშრომიდან, აქეთ კიდე მოსმენილი რაღაც და მე უკვე მაქვს წარმოდგენა ამ თემაზე. ამიტომაა კარგი კითხვა, მოსმენა. როდესაც გაქვს შენ ცოდნა, რაღაც ცოდნის სადავები მაინც, შენ ვერავინ ვერ მოგატყუებს. ხო, და ქსანჯონმა თქვა, მე მინდა შევეხო ლეო სანგამის ვატიკანში. მოდით ამაზე რა სიტყვითო. რა თუნდაო ვატიკანს საცავი. ქსანჯონი ეკითხება ეუბნება პენის, მე მსმენიაო თეთრ, შავ, რუხ და წითელ პაპებზე ვატიკანში და ადამიანურ კანზეც. აგრეთვე მე მსმენია იმაზე, რომ ოთახი არის ვატიკანში, სადაც არის განლაგებული ქვები, რომლებიც წყინავენ წითლად და ვატიკანში არის ისეთი ფალგადა ქახალდი, რომ დაჭმუჭნო, თავისით იშლება, ისევ სწორდება. რაც არ უნდა ჭმუჭნო, ფალგადა ქახალდი, ისევ იშლება თავისით. მე არ ვიცი ეს სიმართლეა თუ ტყუილი, რა შეგიძლიათ თქვენ თქვათ. პენი ბრელი პასუხობს, მე არასდროს არ ყოფილა ვატიკანში. მე მოფრინავდი ამერიკიდან კანადაში, ალასკაზე და რამდენჯერმე ვიყავი ტიხუანში. ტიხუანა განლაგებულია მექსიკაში. მე მთელი ცხოვრება გავატარე კალიფორნიაში, ასე რომ მე ვატიკანზე ვიცი წიგნებიდან და ინტერნეტიდან. მე არასდროს ყოფილვარ იტალიაში. მე თვითონ არაფერი მინახავს, მაგრამ სმენია მათ კოლექციაზე ადამიანებისგან, რომლებიც არიან იქ ნამყოფი. ქსანჯონი ეკითხება, რა არის ვატიკანში ყველაზე უძველესი და გიჟური. ნეკროპოლის ადგილზე მაგათმა ააშენეს მუზეუმი და ამტკიცებენ, რომ პეტრეს ბაზილიკი არის აშენებული მის სასაფლაოზე. მათ ბევრი რამე აქვთ ადრინდელი ქრისტიანობის პერიოდიდან, რიმა და რიტურიისგან, რისი შეგროვებაც კი შეიძლებოდა მაგათმა ყველაფერი შეაგროვეს. ზოგი ამბობს, რომ პერიოდი 400-დან 1400 წლამდე არ არსებობდა. მე მგონია, რომ ეს არის სიცრუე. იმ დროს მოვიდნენ ფრანგები, ვესტგოტები და ლომგაბარდები. ისინი არ ამბობენ, რომ ისლანდიაში იყო რამდენიმე ვულკანური ამოფრქვევები, რომლებიც ანადგურებდნენ შემოსავალს 400 წლის განმავლობაში და არ ამბობენ, რომ ამ პერიოდში ხალხს საკვები არ ჰქონდათ. იყო რამდენიმე ტალღა ბუბონური ჭირისა და სვინკასი. იმ მომენტისთვის, როდესაც ლომგაბარდებმა მიაღწიეს იტალიას, იტალიის მოსახლეობა შემცირდა 2 მილიონიდან 25-მდე. ვატიკანი ასრულებდა ადმინისტრაციულ ფუნქციებს იმპერიის დასავლური ნაწილისთვის. რომაულმა იმპერატორებმა გადაწყვიტეს დატოვება იტალიისა და წავიდნენ ვინცენში, შემდეგ სტამბოლში, თურქეთში. ვულკანის ამორქვევებმა იმდენად არ დააზარალა თურქეთში, ვიდრე დასავლური ევროპა. მაგრამ მაგ დროისთვის ბურბონულმა ჭირმა მიაღწია თურქეთამდე. იყო ძალიან სრული ქაოსი. 1000 წლეულობის განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ ევროპის მოსახლეობის 2/3 და როდესაც მოვიდა გერმანული ტომები, არ იყო არანაირი ომი, სადაც ყველა ერთმანეთს კლავს, როგორც ამას უჩვენებენ ახალ ამბებში. ისინი მოვიდნენ მიწაზე, სადაც ხალხი ავადმყოფობდა და კვდებოდა, დაინგრა ინფრასტრუქტურა და ვინც დარჩა, ისინი ცდილობდნენ გადარჩენას. უბრალოდ მოვიდოდა რომელიღაც სამხედრო თანამდებობის მაღალი პირი და ეუბნებოდა ოჯახს, მე ცოლს მოვიყვან, ცოლად მოვიყვან შენ ქალიშვილს და გავხდები აქ მთავარი. და მშობლები პასუხობდნენ, კარგია. მეფეები, მეროვინგები აშენებდნენ ორდენებში კოლიზიის მაგვარ შენობებს
და დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი კი ამბობდა, ლაპარაკობდა ლათინურ ენაზე ან ადგილობრივ დიალექტზე, ითვლებოდა მხოლოდ უფროსი, დანარჩენი ყველაფერი რჩებოდა ძველებურად და ამაზე დავამთავროთ ეს ვიდეო, რადგან ეს ვიდეო, რომელთანაც მე თარგმნი, იგიც გათავდა. მომავალ შეხვედრამდე, გმადლობთ, რომ მისმენდით ან მიყურებდით.